ნიკოლოს, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა აქ შატილზე თემქაზე ვიმყოფებით, კერძოდ შატილი ძალიან კარგ სტადიონზე, ხო, აღსანიშნავია და კარგი ამინდიც დაედარა დღეს ფეხბურთელებს და ეს ძალიან სასიხარულოა. დიახ, თბილისის ინტერმა კარგი გუნდი, ხო, გლდანი დაამარცხა. მარტივად კი ბრძოლა იყო, მაგრამ შედეგი ხო 2-0. იმას ამბობს, რომ ინტერი მეტოქეზე 2 თავით ძლიერი იყო. ხო და აი ამ მატჩის შესახებ თუ შეიძლება გავეხსენოთ ეს მატჩი აი ახლახან დასრულდა კი ბატონო, მაგრამ მივყვეთ მატჩის პერიპეტიებს ასე ვთქვათ. მოგესალმებით. მოკლედ დღეს ცოტა გაგვიჭირდა ფიზიკურადაც, კარგად იყვნენ გუნდი ესე რომ ვთქვათ, მოწყობილები, კარგად იდგნენ დასვაშიც, შეტევაშიც, მაგრამ რაღაც მხრივ, რა ჩვენი ტაქტიკური შემოვლებით და ასე შემდეგ, 2 თავით ვაჯობეთ, მართალია, საბახუ ბეჯაშვილმა და ლუკამ შეაგდო ძალიან მაგარი გოლი და ულოცავ ინტერს. დიახ, აღსანიშნავია ის, რომ შატილზე აქ ძალიან ბევრი მაყურებელი იყო და თქვენი გუნდის გულშემატკივრები იყვნენ, შეძახილები მესმოდა და რაც ძალიან გამიხარდა. მე აი მომავალში რას პირდები აქ დამსწრე საზოგადოებას, გულშემატკივრებს და რა თქმა უნდა ჩვენი TT Live-ის მაყურებელს YouTube არხზე, რომ ბრძანოთ ამის შესახებ. ჩვენ პირდებით რომ ძალიან კარგ თამაშებს ვანახებთ ხოლმე და თას მალე ავწევთ ჩვენ. დიახ, მე წარმატებებს გისურვებთ, გილოცავთ დღევანდელ მოგებას და მომავალშიც სულ წარმატებები მომელოცოს. კარგად ბრძანდებოდეთ.